Coca-Cola თუ Pepsi? Coca-Cola 1886 წელს შეიქმნა და სულ რაღაც 9 წლის შემდეგ ამერიკის ყველა შტატში იყიდებოდა. ვიცი, დაუჯერებელია, მაგრამ Santa-Claus-ის სახე, რომელიც ახლა თვალწინ წარმოგიდგება, Coca-Cola-ს შექმნილია. ამ და ბევრი სხვა მარკეტინგული გადაწყვეტილებით Coca-Cola-მ შეძლო, რომ თავისი ბრენდი დაეკავშირებინა ბედნიერებასთან. Pepsi 1893 წელს დაარსდა სახელით ბრედის სასმელი, ხოლო 5 წლის შემდეგ სახელი გადაიკეთა Pepsi Cola-ზე. Coca-Cola-სგან განსხვავებით, Pepsi-ს გზა მარტივი არ ყოფილა და კომპანია გაკოტრების პირასაც კი იყო. შემდეგ ყველაფერი წარმატებულმა რებრენდინგმა შეცვალა 1971 წელს. სახელი შეამოკლეს და შემოიღეს სლოგანი: ახლა ეს Pepsi-ა, მათთვის, ვინც ახალგაზრდულად აზროვნებს, რითიც საკუთარი თავი უფრო ახალგაზრდულ და თამამ ბრენდად წარმოაჩინეს. ბრენდებს შორის დაპირისპირება 1970-იან წლებში Pepsi Taste Challenge-ით გამძაფრდა, სადაც Pepsi ამტკიცებდა, რომ ხალხს მისი გემო ერჩივნა ვიდრე Coca-Cola-ს. Coca-Cola-ს და Pepsi-ს მიდგომები მარკეტინგში რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. Coca-Cola ტრადიციებს იცავს და აქცენტს აკეთებს ნოსტალგიასა და ბედნიერებაზე. Pepsi კი ახალგაზრდებსა და პოპკულტურას უმიზნებს ისეთი ვარსკვლავებით, როგორებიც არიან Michael Jackson-ი, Britney Spears-ი, Lionel Messi და გიორგი მამარდაშვილი. დაწერე კომენტარებში, რომელი გირჩევნია.